ოქტომბრის შემდეგ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 52,000-ზე მეტი ახალგაზრდა ემიგრანტი დააკავეს. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს ფაქტი ჰუმანიტარულ კრიზისში ადარა. გასულ კვირას ემიგრანტების მოზღვავებით აღშფოთებული დემონსტრანტები კალიფორნიაში სასაზღვრო კონტროლის სამსახურში მიმავალ უკანონოდ შემოსულ ოჯახებსა და ბავშვებს გადაუდგნენ. ლოს-ანჯელესში ლათინური ამერიკიდან შემოსულმა ემიგრანტებმა მექსიკასა და შეერთებულ შტატებს ოჯახებისა და ბავშვების უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს. ემიგრანტები მექსიკის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს. სალვადორელი ამერიკელი აქტივისტი იზაბელ კარდენასი აცხადებს. Please, both governments, the United States თხოვთ ორივე მთავრობას ეს ბავშვები ყველანაირად დაიცვას. 18 წელზე ზევით ყოფი ორი უსაბუთო ემიგრანტი, რომლებიც ზრდასრულთა კატეგორიაში არიან, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს შეხვდნენ და სან-დიეგოში სამთვიანი დაკავების შესახებ უამბეს. 21 წლის იორდი კანცინომ საშუალო სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა. მისი დედა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. იორდი ამბობს, რომ საემიგრაციო მოხელეებმა დეპორტაციის დოკუმენტებზე ხელმოწერა დაავალეს. ოფიცერს ვუთხარი კიდეც, მომეცი უფლება ამ დოკუმენტს გავეცნო. ხელს არ მოვაწერ იმას, რასაც არ ვიცნობ. თუმცა პასუხად უარი მივიღე. ოფიცერმა ჩემი პროცესის სისწრაფეში დამარწმუნა და მითხრა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. აქტივისტები ლოს-ანჯელესის კოალიციიდან ემიგრანტთა ადამიანური მოპყრობისთვის ხიომარა კორპენოს მსგავსად კითხულობენ, თუ ვინ დაიცავს იმ უსაბუთო ბავშვთა უფლებებს, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან. თუ ზრდასრულ ემიგრანტებს უყვირიან და ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ, ასევე მოექცევიან ახალგაზრდებსაც. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეძლების დაგვარად ყველაფერს გააკეთებენ თავშესაფრის განხილვის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის. ახალგაზრდა ემიგრანტების უმრავლესობა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მოდიან და შესაძლებელია, რომ დროებით ისინი ამერიკაში მცხოვრებ ნათესავებთან მოათავსონ, თუმცა სავარაუდოდ ქვეყნიდან დეპორტაცია ბევრს მოუწევს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს $2 მილიარდ სთხოვს კრიზისთან გასამკლავებლად და ამბობს, რომ საიმიგრაციო სისტემის ყოვლის მომცველი რეფორმა ერთადერთი გამოსავალია. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ ბეინერი კი აცხადებს, რომ რეფორმა სავარაუდოდ წელს ვერ გატარდება და რომ რესპუბლიკური პარტია საზღვრის დაცვის გამკაცრებას ითხოვს. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.